მოგესალმე მაინც ხო ჩავრდე. კი ჩავრდე. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მე ჩემს სიგარეტს და საფერფლეს გადამოვიტან, ლოგინია ჩეჩილი მაქვს. თავი გადავიპარსე და დღეიდან ისევ ვარ, რა ქვია იმ კაცს. Breaking Bad-ის ისა რა. Say my name, ეგა. ნუ დამოვიწყდა. Big Bad-ერი კი არა და. ვა, ხანდახან მაგარი რაღაცები გვავიწყდება იმ. დღეს მინდოდა რომ YouTube-ზე ველაპარაკო, მაგრამ იმაზე ხო არ ველაპარაკოთ, რო ბერდებით, როგორ გვაკლდება მეხსიერების ის. ყველაფერი, არაფერი არ მახსოვს. მე მაგალითად 6 წლის ასაკში რო ტიპები არიან ვიღაცები, ხო, ვიღაცებს ახსოვთ, რომ 6 წლის ასაკში ასაკეთებენ. მე ძმაო, 15-დან, 25 წლიდან არც ერთი დღე არ მახსოვს. აქ რაღაცა პატარა ნაწილები მახსოვს. Вообще ვერ ხვდები რანაირად დამავიწყდა თან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ის იყო. ანუ კაი დღეები რო იყო რა, ანუ რასაც მაშინ ფიქრობდი რომ ვა, მაგარი დღეა, მაგრამ გაასწორა. ეს თქოში აღარ მახსოვს ძმაო და ეგა ჩემი პრობლემაა თუ ზოგადად ყველანი ეგრე ვართ, ეგ მაინტერესებს მე პირადად რა. იმიტომ რომ რაღაცა ნიტუა ჩემი აზრით. ანუ როგორ შეიძლება ყველაფერი დავიწყებული მქონდეს, იმიტომ რომ ეხლა უკვე ნახეთ რაღაცა კონკრეტული ნაწილები დღეებიდან, ანუ რაღაც კონკრეტული მომენტები, აქ მახსოვს, მაგრამ უშუალოდ ის არ მახსოვს რა, მე დავუშვათ დილით რო ავდექი რა გავაკეთე, ანუ არა ეგაც უნდა მახსოვდეს მე. ანუ არა, დილით რო ავდექი და სად წავედი, ეგეთი დღეები არ მახსოვს. მე მახსოვს რომ სადღაც რო ვიყავი რა მოხდა. მაგრამ ანუ იქიდან იქ წავედი, ეგეთები არ მახსოვს. და ვაფშე არაფერი არ მახსოვს. აუ, ყველაფერი მარტივად მავიწყდება. მაგრამ ძმაო, ნიკარაგუას დედაქალაქი რომანაგუა არის და ლურჯი თეთრი ლურჯი არის ისე დროშა, ეგ მახსოვს ძმაო. ეგ მახსოვს, მეტი რა გინდა. ხო. კოსინუსები, სინუსები, ტანგენსები და კოტანგენსებიც მახსოვს. ვისთან ერთად გავატარე 2012 წლის 17 აგვისტო? არა. კაი, 17 ძალიან კონკრეტიკა, 1 აგვისტო? არა. 17 აგვისტო კიდე მარტივი გასახსენებელია, ჩემი დის დაბადების დღე და ალბათ მაგასთან ერთად გავატარებ, ავგუსტთან ერთად უნდა გამედარებით. ინტერესნა. როგორ გვავიწევს? რა გვავიწყდება საერთოდ? მე მაგას ვერ ხვდები. ანუ ყველაფერი არამნიშვნელოვნად მიმაჩნდა და მაგის გამო ტვინი ავტომატურად ივიწყებდა. იმიტომ რომ მე ხა რაც ნეგატიური რაღაცები მაგალითად მაგრამ კიდეა სულ მოვიწყდება ხოლმე რა. აქ-იქ 1-2 ადამიანის სახელი მაქვს დამახსოვრებული, ვიზეც ოდესღაც გაუბრაზებულა. მაგრამ ისე რომ მაგნაბუზარმა მე გამიკეთა, ეგეთები არ მახსოვს. ვაფშე არაფერი არ მახსოვს. ჩემშია პრობლემა ნეტა. მაგრამ იმ კაცს რა ერქვა? ეგეც არ მახსოვს. ანუ ეხლა ვიხსენებ. წარმოვიდგინეთ რომ ეს დრო რაც ვლაპარაკობ, თან ვცდილობ რომ ის კაცი გავიხსენებ. ვერ ვიხსენებ. მარა One Piece-ის ნებისმიერ სერიაზე რაღაცა მკითხეთ, ყველაფერი აგერ არის. ბიჭო, ვერ ხვდები უბრალოდ რის გამო შეიძლება ხდებოდეს ეს ყველაფერი ეგრე. ანუ One Piece-ი უფრო მნიშვნელოვნად რატომ მიმაჩნია ვიდრე ჩემი ცხოვრება. იმიტომ რომ რაც არ არის მნიშვნელოვანი, იმას ივიწყებ, ხო? რაც მნიშვნელოვანია, ის გამახსოვრდება. ეთყობა ზედმეტ ყურადღებას რასაც აქცევ, ის გამახსოვრდება, ხო? ნუ ეგრე გამბუდის. ვახ. მითხარით ნებისმიერ ტრანსფერი, რომელიც 2016 წელს შედგა ფეხბურთში, მე მახსოვს. რატომ მახსოვს? ვინ მიყვარდა ბაღში ან სკოლაში? არ მახსოვს. ალბათ არავინ არ მიყვარდა და მაგის გამო. Просто ვერ ხვდები, ანუ ეხლა პირველად დავფიქრდი ამაზე საერთოდ და პირველად რომ ვფიქრობ ხოლმე რაღაცებზე, მაშინ ძალიან დებილობებს ვიზახი და თუ ძალიან ბევრი დებილობა მაქვს, ნათქვამი, მაგალითად დიდი ბოდიში. რა საინტერესო არის. რის გამო მოვიწყდება? მე ეგ ამიხსენით, ან მეტი არაფერი არ მაინტერესებს. რის გამო მოვიწყდება? ან მე თო ვივიწყებ თუ ანუ თქვენ თუ გაქვთ ეგეთი პრობლემები, იმიტომ რომ თქვენ თუ გაქვთ იქნება თქვენ მითხრათ, რომ მე ძალით ვივიწყებ ხოლმე. თუ ძალით ვიწყებთ ვიღაცები, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ძმაო. რა კაია დაუბერაჭი. დღეს ისე ძალიან არ ცხელოდა. დღეს დავყევი მამაჩემს რაღაცის გასაკეთებლად.
შენებლობის პონჩი რა, ის პროფილები რო არის, ხო იცით ეს გრძელი რაღაც რკინა რო არის, ბრიტვასავით რაღაცა რო ჭრის, თითი გავიჭე. ეგენი ავიტანეთ მე-20 სართულზე ფეხით. მე და მამა ჩემმა 3 მეტრიანი არის და ყველა იმაში ეს ძალიან დავიღალე. ძალიან დამთხა. საგიჟეთი იყო, ეგრე ძალიან რატო ცხელა ვერ ხვდები. მაგრამ აი რაც უეჭველი მახსოვს, ადრე ესე ძალიან არ ცხელოდა ძმაო. აი ეგ უეჭველი მახსოვს. პატარა რო ვიყავი, მე წვიმებიც არ მახსოვს ზაფხულში. წვიმა თუ მოდიოდა ზაფხულში, იყო ხოლმე ჟუჟუნა წვიმა. ეხა თუ წვიმა მოდის, კატაკალიზმა ძმა, დასტირებს ყველაფერს, აი ვედრით ასხავენ, არ შეიძლება ძმაო, რაღაცა შევცვალეთ ცხოვრებაში, ქვეყანაში. რაღაცა გვაქვს გაქცეული და რა გაგვექცა არ ვიცი ძმაო. თავის დროზე რო ისინი გაგვექცნენ, ცხოველები რო გაგვექცნენ ზოოპარკიდან, მაშინაც ხო ეგეთი ის იყო, საგიჟეთი წვიმა იყო. ეგეთი წვიმა. ბიჭო, არა მართლა აი ბევრჯერ ვეცადე რომ გამეხსენებინა. მე დაჟე მახსოვს რომ თბილისში თოვდა ხოლმე. ეხლა თოვლი, რა თოვლი ძმა. რა თოვლი, ვიღაცა თეთრად ჩიტი ჩამოაჯვამს დიდზე და ის თუ გვეგონება თოვლი თორე. მაგრამ იმასაც ჩავი რაღაცები აქვს და ხვდებით რომ თოვლი არ არის. ბავშვობაში თოვლს ჭამდით, მე ჭამდი ხოლმე თოვლს. მე გავიაზრე რომ ეს თოვლი არის ვიღაცებმა მდინარეში რომ ჩააფსეს. რო ჩააჯვეს. რაღაცა ყლეობები რო აორთქლდა, ყველაფერი ერთად. დებილები ვართ პატარაობაში. მე რო ვიზდებით, მე უფრო დებილები ვართ. თუ პატარაობაში უფრო დებილები. არა, პატარაობაში უფრო დებილები ვართ, მაგრამ უფრო ურისკოები ვართ რა. ანუ რაღაცებს არ ვითვალისწინებთ ცხოვრებაში და რო ვიზდებით მე ძალიან ეს რისკია, ეს ისა, ეს ამის მაშინია, იმის მაშინია. არ არის სწორი. აი მენა არ არის სწორი. დღეს მინდოდა YouTube გადაცემებზე ველაპარაკა რა, ყველაზე კარგი YouTube არხი რომელი არის ჩემი აზრით. ბევრი გამორჩებოდა. ალბათ, იმიტომ რომ მავიწყდება, მაგრამ ხვალ ჩავწერ მაგისას და მაგასაც დავდებ. მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე, რატომ მავიწყდება ყველაფერი. ანუ ის შემიძლია თუ მათემატიკა რატო არ მავიწყდება? ანუ რატომ მავიწყდება ჩემი ცხოვრების დეტალები? იქნება მინდა რომ მახსოვდეს. არ შეიძლება ეგრე. კიდევ ვერ გავიხსენე იმ კაცის სახელი, Breaking Bad-ის. ნუ. გავგიჟდები ახლა. შეიძლება გავგიჟდე, როგორ ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს. აი, თან აი კაი გამოთქვა გაქვს ქართველებს რა, ეს ჭადის სახელი რო დაგავიწყდება. აი მართლა ჭადის ენის წერზე დგას, ეგერე ვერ ვიცახი. დავისვარე. კაროჩი. მაგარი გვიჭირს მეხსიერებაში რა. ერთ პერიოდი ცუდ რაღაცებს რო ვეწეოდი, მაშინ მქონდა ხოლმე მეხსიერების პრობლემები, მაგრამ იმის მე რა ვიცი 9 წელი არის შეშვებული ძმაო, არაფერი ვაფშე. სიგარეტს ეწევი მარტო. დღეს ჩვენ მუშას ვეუბნები, ცივი ჩაი ავიტანე სახლში. მუშა ვინც მუშაობდა იქ რა. და იმას ვეუბნები რომ მეთქე ცივი ჩაი ავიტანე ფიუსტი. ატმის ავიტანე და მანგოს ანანასის და ვეუბნები რომ ატამი შენდალი ეთქო, ატამი მწვანეს ჯობიაო. ჯობია თქო, კითხე, არ გირჩევნია ატამი მანგო ანანასს მეთქი და მწვანე ეს გააჩნიაო, ასე მითხრა მეგრული აქცენტით. იმას შეიძლება გქონდეს მეხსიერების პრობლემები, მაგრამ მე რატომ აქ? მე ხო არაფერს არ ვაფუჭებ, აი ხო ჩემთვის ცხოვრობ, არსებობ. ნუ ჯესი მახსოვს ძმაო. ჰაიზენბერგი, всё, დალაგდა. ჰაიზენბერგი, ხო ჰაიზენბერგი ქვია. ალბათ ჰაიზენბერგი ქვია. არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს რომ ჰაიზენბერგი ვიღაცას ქვია. ერთ პერიოდი იყო ჰაიზენბერგი და ცუკერბერგი ვერეოდა ერთმანეთში. მერე ამ ცუკერბერგის როლს თამაშობდა ვიღაცა ჯესი და ჯესი ჰაიზენბერგი ერთი ადამიანი მეგონა, როდესაც იმაში Breaking Bad-ში ჯესი ცალკეა ტიპი და ჰაიზენბერგი ცალკე. აი ეგეთი დებილობებიც მემართება ხოლმე. რაღაცა არა რეალურ კავშირებს
პოულობ ხოლმე თავში რა. ანუ ჯერ ვლაპარაკობ ხოლმე, აი რა ვიცი, ობობაზე დავიწყებ ლაპარაკს და მე ვამთავრებ იმებით. დეოდორანტებით. რა, დეოდორანტები მომენტ კავშირი არის, დეოდორანტს რო ცეცხლს მეუშვერ და ობობას რო წვალ. ეგ არქნათ ბავშვებით უყართ. ერთხელ ამიფეთქდა. არქნათ ცუდია. არ ამფეთქებია რო არ მოგატყუოთ, მაგრამ ის ცუდი რაღაცა რო არ გააკეთოთ, შევთხოვით თქვენ რო არ აგიფეთქდეთ, ვაკპოჩი ვთქვი რომ ვითომ მე ამიფეთქდა რა. თორემ მე არ ამფეთქებია, მე ჭკვიანი ვარ და თქვენ შეიძლება არ იყოთ იგეთ ჭკვიანი და შეიძლება აგიფეთქდეთ. რა ვიცი, მე ვინ როგორ ჭკვიანი არის. ვიღაცებს თავს ხო ვერ დავდებ, მე ჩემ თავზე ვერ დავდებ თავს და. ხო, ჰაიზენბერგი და ჯესიფსო გამახსენდა ეგ არის რა, მაშინ. კაი, მაშინ არ მაქვს იმის პრობლემები. რა ქვია? მეხსიერებით. მაგრამ არა მაქვს, თან მაგარი პრობლემები მაქვს ხოლმე. ხან აი ვაფშე ვერაფერს ვერ ვიხდები. ერთი რაც მახსოვს, დედაჩემს ვარ დაპირებული, რომ ნიცაში გიყიდი სახლს მე. ეს ნიცა რატო ავიჩემე მაშინ პატარა ვიყავი? ეგ არ ვიცი. აუ ერთხელ პატარა რო ვიყავი, დედაჩემს ძალიან ცუდი რაღაცა უთხარი. ეს არის ის აქა-იქა მომენტები, მაგრამ ეს დედაჩემის ნათქვამიდან მახსოვს, მე არ მახსოვს რომ ეგ მეთქეს. დედაჩემი მეუბნება რომ ისწავლეო, ისრომეო, რომ მეტი ფული იშოვო და მე უთხარი შეუტრიალდი სადღაც ავიცა 10 წლის ვარ და შენ იმიტომ გინდა ბევრი ფული რომ ვიშოვო რომ მე შეგინახო თქო. აი ესეთი ყვერებიანი ბავშვი ვიყავი, გამცხეს კისერში ერთი ეგ მახსოვს კარგად და დედაჩემი ნაწყენი იყო. დედაჩემს არ გაუცხე, მაგრამ გამკრა. ალბათ ღირსი ვიყავი, აბა რა ვიყავი. ეგეთ დებილობას ვეუბნებოდ დედაჩემს ამეგო. ერთხელ დედაჩემს ჩაქუჩი ჩავარტყე თავში. ესეც გადმოცემით ვიცი. აუ რა ისეთ რაღაცებს ყვები რომ საშიშებს. იმენა. საწოლი გქონდა, ნახალუკაში ცხოვრობდით, მაშინ პატარა 2 ოთახიანი ბინა იყო. ოღონდ 2 ოთახი იყო, ლოჯიანა, ზალიანა, ტუალეტი, ყველაფრიანად 2 ოთახიანი იყო და ამ დრო ცხოვრობდით, მე ვიყავი ამ ძროლი კარადაზე. ამ საწოლის ზევით იყო, უკან იყო კარადა და იმ კარადაში ვიყავი შემძრალი ლეიბები ინახებოდა იქ და ლეიბები და კიდე ის წამლის სახელი არ მახსოვს, აი კიდე რაღაც დამავიწყდა. რაღაცა წამალი იყო, გარჩე, დადებდნენ ხოლმე რომ ჭია არ გაუჩნდება ამის გამო. ისეთი სუნი ქონდა ჭია კი არა მეც ძლივს ვეკარებოდი ხოლმე მე რეიმბან. ფენტამინიო თუ ფანტაფონტი. არ მახსოვს, არც ეგ არ მახსოვს რა ერქვა. ნეფერტიტი კი არა და აუ აი თან რო ვფიქრობ რაღაცებს და ასოები რომ მახსოვს რა წერია მე მაგ ასოებზე ვიძახი ყველა სიტყვას ხოლმე აი რაღაც სიტყვას აი და უშუალოდ რო ვიხსენებ ჭიქას რო ვიხსენებ ჭე და ქ რო მახსოვს აი ეს რაღა ეგეთი ვარიანტი მოვიყვანე რომ ჭე და ქ სააცურებია ეგეთი სიტყვა ვერ გავიხსენე არჩი აი ჩანგალზე რო ვფიქრობ ჩნ და გ ხო მახსოვს და ჩოგანი ჩუნგელანგუგე და რაღაც სიტყვებს ვიძახი ხოლმე რომ იქნება გამახსენე ნაფტალინი აჰა всё ნახუი ეგრევე გავიხსენე всё არა მაგრამ იჭის ბიჭო ეს თავიდან ასაკის ბრალიაო ვიღაცები მეუბნებოდნენ მაგრამ ასაკიც აღარ არის უკვე ისეთი რაღაცები ნაფტალინი გახსოვთ ძმა ნაფტალინი და მასტიკა ბავშვობაში რისის უნებიც მეიზღებოდა ეგორი იყო მასტიკა ხო ვაფშე აი ეგენი არ დამავიწყდება ძმა ეგეთი ცუდსუნი აფესაკო ეს ნაფტალინი ერთხელ ენა დავადე ეგ მახსოვს. მე რა ვიცოდი ძმაო, თეთრი იყო და ლამაზი იყო და იქნება და კამფეტია თქო და გავსინჯე არ იყო კამფეტი. კიდე კაი არ გადავყლაპე, თორე ხო ეგრევეჩი. კიდე რა მქონდა? კიდე რა მახსოვს ბავშვობიდან? ბავშვობიდან მახსოვს. მაგარი ცუდი რაღაც მახსოვს. ტყუილი მახსოვს ბავშვობიდან. მე არ მიყვარს ტყუილები რა. ერთხელ ჩემს ტყუილს ძალიან ცუდი რაღაც მოყვა. მაგას არ მოგიყვებით, არ მინდა რომ მაგაზე ვილაპარაკო. მაგრამ ერთხელ შეცდომა დავუშვი და ვიღაც ადამიანს რაღაც მოვატყუე და ამას მოყვა ძალიან ცუდი შედეგი რა. და მაგის მერე აღარ ვიტყუები, ეგ ვიყავი სადღაც 14-15 წლის და მაგის მერე იმენა ტყუილი პოხუი ეგრევე რა, ვიღაცას თუ ფიქრობ რა ყლეა, ეგრევე ყლე ხარ და всё მორჩა ლაპარაკი. არ უნდა არც მოტყუება, არ უნდა. უიმე არ ხარ ისეთი ყლე, ეგრე არა ეგრევე უთხარ. ყველაფერში ეგრე გავიჩითე მე რა, რომ ერჩივნა ყველაფერი პირდაპირ მელაპარაკა რა და ეგ უფრო სწორი არის, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში
ცუდია ტყუილი რა და მით უმეტეს პატარა ბავშვები რო იტყუებიან მე მაგან მიჩვევა იცის უბრალოდ პატარა ბავშვებს გვაქვს ფანტაზია გახსნილი ხოლმე და პატარები როცა ვართ გახსნილ ფანტაზიით არ ვიცით რა ვქნათ რა ამ ყველაფერს რაღაცებს ას ვიძახით ამ ყველაფერს ჩვენ ხედავთ და რო ხედავთ მანდელიდან გამომდინარე გვინდა ამაზე საუბარი და ალბათ მაგით ვლაპარაკობთ ბავშვობაში ხო და ერთხელ მახსოვს დემირელის სკოლა იყო ეგეთი სადაც ჩაღლარმა გააკეთა ჩაღლარი იყო რაღაც თურქული ის იყო და მაგათ გააკეთეს ინგლისურის შესწავლელი რაღაცა და მანდ ვიყავი მისული და ერთთვიანი კურსი მოვიგე ინგლისურის თუ რაღაც სისულელე კაროჩე და მანდ რო დავდიოდი მაგ დემირელში ორთაჭალაში იყო ეგ მახსოვს 150-ით დავდიოდით ხოლმე მარშრუტკის ნომერი არ მახსოვს მე მგონი 150 იყო ნახალობი და მიდიოდა ხოლმე მათ ხო და მანდ რო მივდიოდით ხოლმე მაშინ იმ ბავშვებთან ერთად წამოვედი ერთხელ და ჩემიც მარშრუტკაში ის და მეც მარშრუტკაში ბიჭექი და ის ორი ტიპი კიდე ვიღაც ბიჭები რა ვისთანაც მეგობრობდი მაშინ იმ დემირელში და ერთი ტიპი იძახის რომ JJG იყო ეგეთი საიტი სადაც საიტი თამაშები იყო ხოლმე რა რაღაც ონლაინ თამაშები და JJG-ზეო ახალი თამაში ნახეო და მე კომპიუტერი მაშინ ჯერ არ მქონდა ჯერ არ ვიყავი ყველა ჭკვიანში გასული კომპიუტერი მაგის მერე მქონდა რაც ყველა ჭკვიანში გავედი არავის არ უყიდი ხო და რო გავედი კი არა ხო არ მქონდა ეს კომპიუტერი და არაფერი არ ვიცოდი და ამათი ლაპარაკიდან გამომდინარე კი მეთქი ვიცი თქო JJG თქო და ხოჭოებს რო კლავო ეგ თამაშიო იციო მეთქი ეგ ხოჭო არ არის თქო რა რაღაც სხვა არის თქო ალბათ უფრო სენტიპედი ანუ სენტიპედი ხო იცით რა ქვია ქართულად არ მახსოვს ეს სენტიპედია თქო რა და მე ის დაფიქრდა და ჰო მე მგონიო მე ხო ვიტყუებოდი და მაინც ისე იმდენად რეალურად ვიტყუებოდი ხოლმე რომ ვიღაც ტიპები მართლა ტყუდებოდნენ ხოლმე და მაგის გამო მეზიზღებოდა ალბათ ტყუილი უფრო მეტად და ამათთან პროსტა შემწყა იმისი რომ მე თქვა რომ კომპიუტერი არ მქონდა და არაფერი შესაძლებელი მაგაში არ არის როცა რაღაცა არ გაქვს პირიქით ვიღაცებს რაღაცა ბევრი რო აქვთ ეგ უფრო შესაძლებელია ჩემი აზრით აი სიმდიდრეზეც ჩავწერ ერთხელ ვიდეოს მე და მე მაგაზეც ვისაუბროთ რა პროსტა ჯერ ხვალისთვის აუცილებლად YouTube საუკეთესო YouTube არხზე მინდა რომ ვისაუბროთ და მაგას ჩავწერ დღეისთვის მოდი მეტი არაფერს არ გავიხსენებ ბავშვობიდან და არც არაფერი არ მახსოვს რო არ მოგატყოთ ჩემი პირველი ფილმი რომელზეც კინოში ვიყავი იყო ჩაჭრილები არა ლილო და სტიჩი ჩემის დაქალმა გააზრო ბილეთები 6 ცალი თუ 8 ცალი და მთელი ბავშვები ხრეგინით წაგვიყვანეს ლილო და სტიჩზე და მე ჩემს კლასელებთან ერთად წავედი დავით შევარდნაძე მყავდა კლასელი ესეთი და ნიკა ზვიადაძე ნიკო დონ ნიკო ეგრევე ძახდით რა იმიტომ რომ რაღაცნაირი ძალიან ჩუმი ტიპი იყო და ხმას არასდროს არ იღებდა მაგრამ თუ მოიერებდა ხოლმე ვიღაცა სულ რაღაც ეუბნებოდა და დონა ჩავთვალეთ რა იყო მამა ვიდეოს ვიღებ არ შემოხვიდე გამოჩნდები ჰა სკამს ეძებს სკამი აგერ არის გამოვიტანე ხავ აუჩი წავალ მე მამა ჩემს სკამს წავუღებ თქვენ კარგად იყავით მე ყარხართ გავყოცეთ გულში არ ხომ უი დონაციის ის არ ვიცი მე ჩალიჩობდი რომ გამეკეთებინა ეს დონაციის ისა მაგრამ ყველას აქვს ისა რომ დონაციის იმას გაკლებს რა რაღაცა თანხას და შოთა დარბაიძესავით პირადი ნომერი არ დამაწერიონ ხა პროზა ეგ იმენა მათხოვრობა გამოდის და ეგ არ მინდა ხო და ვერ გავიგე რა რატომ უნდა დაიკარგოს პროსტა ფული რაღაც ჩერეს რომ იმაშვებით ვიღაცები მეჩხუბნენ რომ უეჭველიო შესირო და რაღაცებს მიწევდნენ ხო და ნუ მიწერთ რა ეგეთ რაღაცებს წინის კაცო მე ყარხართ წავედი სკამი წავიღო რა